გამარჯობათ. დღევანდელი ჩემი საუბარი მინდა დავიწყო წინადადებით. ვიღებ იმას, რასაც ვხედავ. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ანარქისტების დევიზია ან სლოგანი. ეს უცხოური სიტყვებია და ვისაც როგორ მოწონს, ისე მოთარგმნოს. მაგრამ ჩვენ საუბარი გვაქვს ფოტოგრაფიაზე. ფოტოგრაფია გამოყენებითი ხელოვნების დარგია და ფოტოაპარატის საშუალებით ფოტოგრაფი ქმნის გამოსახულებას, რომელიც ბრტყელ სიფრთხეზე ასახავს იმ სინამდვილეს, რომელიც წარმოჩინდება ფოტოგრაფის თვალ წინ. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ფოტოგრაფზე და გამოყენებითი ხელოვნების დარგზე ფოტოგრაფიაზე და იმ გამოსახულებაზე, რომელიც ფოტოაპარატის საშუალებით ქაღალდზე წარმოჩინდება, აუცილებლად უნდა შევადაროთ მხატვარს. რამე თუ მხატვარი და ფოტოგრაფი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ეს რა თქმა უნდა ხატოვანი შედარება, მაგრამ ორივენი ქმნიან გამოსახულებას და ამიტომ ჯერ უნდა დავიწყოთ სიტყვა ხატვიდან. ხატვა ფართო მნიშვნელობის სიტყვა არის და სხვადასხვა საკითხებს განიხილავს, ხო? მაგრამ ჩვენ კონკრეტულად გამოსახულების შექმნას შევეხოთ. მხატვარი მის თვალწინ არსებულ სივრცეში გამოყოფს რაღაცა მონაკვეთს და ეს მონაკვეთი ფუნჯების და საღებავების საშუალებით გადმოაქვს ქაღალდზე. ხატავს იმას, რასაც ხედავს. და ეს გამოსახულება, რომელსაც ის აკეთებს, ასე ფასდება. ეს არის მართალი, სიმართლის ამსახველი, მაგრამ ქაღალდზე ტყუილი გამოსახულება. მართალი, ტყუილი. ასევე მხატვარს შეუძლია გააკეთოს გამოსახულება იმისა, რაც თითქოს და ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში ყველაფერი არსებობს, რასაც მხატვარი ხატავს, ის ბუნებაში არსებობს და მაგრამ მის გონებაში წარმოიქმნა გამოსახულება, რომელიც სხვა მაყურებლისთვის ბუნებაში არ არსებობს. დახატა ეს კომპოზიცია და წარუდგინა მაყურებელს და ჩვენ მივიღეთ ტყუილი სიმართლე. ჩვენ მივიღეთ ორნაირი ცნება, მართალი ტყუილი და ტყუილი სიმართლე. მაგრამ მოდი შევადაროთ ახლა ფოტოგრაფს. რამე თუ ჩვენ ვთქვით, რომ ფოტოგრაფი და მხატვარი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. რას აკეთებს ფოტოგრაფი? ფოტოგრაფიც იგივეს აკეთებს. ფუნჯების და საღებავის ნაცვლად ის იყენებს ფოტოკამერას, ფოტოაპარატს და შემდეგ სხვადასხვა საშუალებებით ის გამოსახულება, რომელიც მის თვალწინ არის, გადმოაქვს ქაღალდზე და ვღებულობთ ფოტოსურათს. ამ შემთხვევაში იმის გამო, რომ ფოტოაპარატი აფიქსირებს მხოლოდ და მხოლოდ არსებულს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს, მაგრამ ქაღალდზე ეს სიმართლე პირობითად ასე ვთქვათ, დაკარგულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად სიმართლეა, მაგრამ დაკარგულია, ვაძლევთ ასეთ შეფასებას, მართალი სიცრუე. ესე იგი, ჩვენ მივიღეთ სამი ცნება. ტყუილი სიმართლე, მართალი ტყუილი და მართალი სიცრუე. ეს არის იმ წინადადების განმარტება, რომელიც ჩვენ თავში ვთქვით, ვიღებ იმას, რასაც ვხედავ და ვღებულობ შედეგს, იმას, რასაც თქვენ ხედავთ. მაგრამ მოდით ახლა უფრო ღრმად განსაზღვროთ ფოტოგრაფი და მისი მოქმედება. ჩვენ თქვით, წინა საუბრებში მეკითხარით, რომ ფოტოგრაფია გადაიქცა მასობრივი კულტურის საგნად. და რა ხდება? ისევ ხატოვან სიტყვებს მოვიყვან, ხალხურად მოკლედ აგიხსნით, რა ხდება? ხალხი, გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა ყიდულობს ფოტოაპარატს. ეს მისთვის ძვირფასი სათამაშოა. ამ საზოგადოების ამ ნაწილისათვის. ძვირფასი სათამაშოა. ეს სათამაშო შემდეგ ხდება გართობის ობიექტი. ადამიანი ამით ერთობა, ატარებს დროს და რაღაცა დროის განმავლობაში ხდება, რომ ეს მობეზდა ეს გართობა, მობეზდა ეს სათამაშო და ფოტოაპარატი მიდის უჯრაში, უჯრის ღრმა სიღრმეებში გადადის და ხანდახან დროთა განმავლობაში ამოიღებს ხოლმე ამ ფოტოაპარატს, ერთ-ორ სურათს გადაიღებს და ისევ უჯრაში ინახავს. მაგრამ მეორე ნაწილი,
რომელიც თამაშობდა ამ ფოტოაპარატით, ერთობოდა ფოტოაპარატით და დროს ატარებდა, მიხვდა რომ ეს თამაში კი არ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა არის და ამ საქმიანობას უნდა გაავრცობა და ცოდნის და განათლების მიღება, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და რაღაცა წარმატებებს მიაღწიოს. იწყებს განათლების შეძენას, გამოცდილებას და ასე შემდეგ და აღწევს პირველ საფეხურს, რასაც ხელობა ქვია. აი მე ქართულ ენაზე ვთქვი და ქართული ენის სიმდიდრეზე ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა გააჩნია, რა წინადადებაში ხდება და აი ახლა ხელობა შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს რაღაცა უხეშ შედარებად, მაგრამ ეს ასე არის. აი პირველ საფეხურზე ადამიანი ვინც ეუფლება ამ საქმიანობის ფოტოგრაფიის პირველ საფეხურს, ის ხელობას ეუფლება. ის ხელობის საშუალებით ღებულობს უკვე კარგ გამოსახულებას, რომელიც მნიშვნელოვანი არის როგორც მისთვის, პირადად მისთვის, ასევე მისი ახლობლებისთვის და იმ საზოგადოების ნაწილისათვის, რომელსაც ის აცნობს თავის ნამუშევრებს. და ის გრძნობს, რომ მან რაღაცა წარმატებას მიაღწია, მან მიაღწია ხელობის საფეხურს. მაგრამ აქაც ხდება რა? საზოგადოება ეს ნაწილი საზოგადოებისა ისევ შუაზე იყოფა. ერთნი თვლიან, რომ ეს მან მიაღწია უკვე საფეხურს ხელობისას და საკმარისი არის, მეტი არ ჭირდება. აქ ის მუშაობს ამ დარგში, ხელობას ფლობს და აგრძელებს თავის საქმიანობას. ეს პროფესიული საქმიანობა იქნება თუ სხვა რამე მისთვის მნიშვნელოვანი სხვა საქმიანობა. მაგრამ დარჩა მეორე ჯგუფი ხალხისა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ეს ხელობა და ხელობის საფეხურზე დგომა საკმარისი არ არის და უნდა ავიდნენ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე და ადიან კიდევაც უფრო მაღალ საფეხურზე. ღებულობენ კიდევ უფრო მეტ განათლებას, კიდევ უფრო მეტ ცოდნას, სწავლობენ რაღაცა ლიტერატურას, ღებულობენ გამოცდილებას, მუშაობენ ბევრს და ადიან კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე, რომელსაც ქვია ხელოვნება. აი ესეთი ძალიან საინტერესო და კარგი სიტყვა არის. სიტყვა ხელიდან მოდის, ხელობიდან მოდის და ავდივართ ხელოვნებაში. ადამიანის ნამუშევრები უკვე ხდება ხელოვნების ნიმუშები. აი ხელოვნების ნიმუშები უკვე დამაკმაყოფილებელია არა მარტო მისთვის და მის გარშემომყოფი ადამიანებისთვის, არამედ საზოგადოების ფართო მასებისთვისაც საინტერესო არის. ხალხი ცნობის მოყვარეობით ეცნობა, ახტოვანებაში მოდის, აფასებენ თვითონ იმ ადამიანს, რომელიც ამას ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. მაგრამ აქაც ხდება იგივე. ეს საზოგადოება ისევ შუაზე იყოფა. ერთნი რჩებიან ამ საფეხურზე, ხელოვნების საფეხურზე, ოღონდ ნაწილი ისევ ცდილობს უფრო მაღალ საფეხურებს მიაღწიოს. და ამ ბევრი მათგანიდან მხოლოდ ზოგიერთები აღწევენ ამას, დიდი შრომით, გარჯით და თეორიული ცოდნის მიღებით. ამას ქვია შემოქმედება. აი, როდესაც ადამიანი აღწევს იმ წვერვალს, ასე შეიძლება ითქვას, ჩვენ საფეხურს ხმარობთ, მაგრამ ეს წვერვალი არის, შემოქმედება უკვე წვერვალი არის. როდესაც ადამიანი დგას საფეხურზე, რომლის ნამუშევრებიც უკვე შემოქმედებითი ნამუშევრები არიან და არა მარტო საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი ეს ნამუშევრები, არამედ მთელი ქვეყნისათვის. მისი სახელი ცნობილია ყველასთვის. მან მოიპოვა ადგილი საზოგადოებაში, მან დაიმკვიდრა ადგილი საზოგადოებაში, დაიმკვიდრა პატივისცემა საზოგადოებაში და მიიღო გარკვეული უფლებები საზოგადოებისაგან რაღაცის კეთების. ანუ აი ამ შემოქმედებითი ნამუშევრების კეთებისა. აი ეს უმაღლესი წვერვალი არის ადამიანებისა, რომლებმაც ამ შემოქმედებას მიაღწიეს. მოდით ახლა შევაჯამოთ ის, რაც მე ვთქვი. ესე იგი, ვიღებ იმას, რასაც ვხედავ და ვხედავ იმას, რასაც ხედავთ თქვენ. მაგრამ ნამუშევრები უკვე არის სამი სახის. ეს არის ხელობა, ხელოვნება და შემოქმედება. მაგრამ განსაზღვრება აქვს ძალიან საინტერესო. მართალი ტყუილი სიმართლე და მართალი სიცრუე. აი მართალი სიცრუე არის მისადაგებული უკვე ფოტოგრაფიისათვის. აი ეს საინტერესო საკითხები განვარტე მე დღეს. ეს საკითხები თავისთავად ძალიან რთული არის და ძალიან ძნელი გასაგებია, რა თქმა უნდა, რა არის მართალი ტყუილი, რა არის ტყუილი სიმართლე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა ვერ გაიგო ეს საკითხები, მაგრამ თქვენ არ შეცბეთ, არ შეშინდეთ, რამე თუ ეს იმდენად რთული საკითხებია, რომ ამის გაგება ძალიან ძნელი არის და ვინც ვერ გაიგო, ეს
არაფერს საშიშროებას არ წარმოადგენს. არ წარმოიდგინოთ, რომ მათ რაღაცა აკლიათ და იმიტომ ვერ გებულობენ. პირიქით, იმათმა ვინც გაიგეს ეს საკითხი, უფრო გასაკვირია რომ გაიგეს ეს საკითხი. რამე თუ იმდენად რთულია ეს საკითხები, რომ პრაქტიკულად გაუგებარი არის წლები და გამოცდილება და დიდი შრომა ჭირდება ამ საკითხებს, რომ ჩავწვდეთ სიღრმეებში. ესე იგი, ვერ გავიგეთ და გავიგეთ. ეს ბოლო რა თქმა უნდა ხუმრობა იყო. და უხეირო ხუმრობა იყო, ჩემო კარგებო. ყველამ უნდა გაიგოს, ყველამ უნდა შეითვისოს და ის ვინც ცდილობს მაღალ საფეხურებზე ავიდეს და შემოქმედებას ეზიაროს, ამ საკითხებში კარგად უნდა ერკვეოდეს, მაგრამ კარგად რო ერკვეოდეს, ძალიან ბევრი დრო ჭირდება, ძალიან ბევრი შრომა ჭირდება და ძალიან ბევრი გარჯა ჭირდება. აი ამ მნიშვნელოვანი საკითხით მე მინდა დღეს დავამთავრო ჩემი საუბარი და დაგემშვიდობოთ. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.